მოვდივარ შენს ბილიკებს მოვუყვები როგორც მოდის ხოლმე გაზაფხული გზა და გზა ახალ ამბებს მოგიყვები მოსვლა მიზნად ამაქვს დასახული ვიცი რომ ეკლიანი გზები არის ჩემს თავზე ყვალყორნების გუნდებია მე იმ ადამიანს რა უთხარი შიშისგან უკან რომ ბრუნდებიან მოვდივარ შენს სანახად მოვიჩქარი ტალახებია და ქარებია ჭირსაში განუნდა გამაგრება დიდშოთას ასე დაუბარებია თუ მოվել სასტუმალთან დაგიჯდები თეთრად გაგითენებ ყველა ღამეს შეგწივა კერიაში შევენთები შემწივარს გაგითბობ და დაგიამებ მოვდივარ შენს ბილიკებს მოვუყვები როგორც მოდის ხოლმე გაზაფხული გზა და გზა ახალ ამბებს მოგიყვები მოვალ მიზნად ამაქვს დასახული აი ამ სახში გავიზარდი 4-5 წელი არის რაც აი ახალ სახში ავედი მე და ჩემს დასაცხოვრებლად თორე ძალიან მიყვარს ეს სახლი რაღაც ხომადლი აქვს სხვა სიტბო აქვს აი კედლებსაც კიდევ სიტბო ხან ჩამოდივარ ხოლმე შავდივარ და გურდნობ იმას აი ჩემ ბავშვობას აქ დარჩენილ ყველაფერში ჩემი წინაპრები ალბათ ესეთ ხალხი იყვნენ რომ ის სიტბოდა სიყვარული ჩადეს იმ სახში ალბათ ის ადგილი და ის ანგელოზები ფუძის ანგელოზები უფრო არიან ვიდრე ახალ სახში აი საშუალება რომ მქონდეს ემად გავაკეთებდი გავარემონტებდი გავუკეთებდი შიგნით რემონტ გავაკეთებდი და გადმოვიდა და ვცხოვრებდი თუ რაიმე დამიწერია აქ დამიწერია იქ ზევით რომ იმდენი არაფერი რაღაც ხომადლი აქვს იმას აი ესე რომ მე პირველად ბურდავდი სანამ ეს კალამთებები და წერა დავიწყებდი მინდოდა ფეხბურთელი გამოსულიყავ მე 9 წელს უკვე ლექსებს წერდი 9 წელს დავიწყე ლექსების წერა არ ვიცი საიდან მოვიდა ეს საიდან და ჩვენ წინაპრები ჩვენი გვარში არის ეს ნეჭი დედა არაბული მყავდა ალბათ ეს ორივე არის დამნაშავე თუ შეიძლება ეს სიტყვა ვიხმარეთ ეს მადლი ორივე გვარიდან მოდის კიდე რა მინდა ვთქვა ბევრი მე მინდა შეიძლება გავიცანე ბევრი მაგას ახსენები ჩემი დედა და მამა დედა არაბული არის იყო უბრალოდ ჩემთვის კი არის მამა ჩემი ჩვეულებრივი მეცხვარე კაცი იყო მე კუჭი ატკივდა და ვეტეკი გახდა დაამთავრა ვეტეკი მომდა სოფელში ვეტეკი მუშაობდა ხოლმე გარდაიცვალა უბრალოდ მამა ჩემი და დღესაც არ თურას მოწერს მაგონდება ის სოფლებზე ძალიან ბევრი მიწერია ლექსები აი ჩემი სათქმელი აი კარგად ვლაპარაკობ მე უფრო ლექსებით უფრო ჩემი ისტორიას აი ჩემი ისტორია ლექსებითაა ჩემი სათქმელი უფრო ლექსებითაა ვიდრე ახლა ვინმეს ვესაუბრა და მომყვა ჩემი ამბავი ლექსი უფრო კარგად გამომდის ყველაფერი ჩემი პირველი ლექსები დარიელში დაბეჭდეს ჩუმად წერდი და ბალიში მალავდი როულს ჩემად მომიპოვა და მიყანა რედაქტორი მოადგილე იყო ჩვენი მეზობელი და ნათესავი არის ვიქტორ ჩხარეული და მამა ჩემის მეგობარი თანატოლი იმან წაიღა დარიელის რედაქციაში დაბეჭდეს ეს ჩემი ლექსები სიმართლე გიცოდი ის დაბეჭდა ნამდვილად მინდა და ვფიქრობ იმიტომ რომ მე ბევრი ლექსი მეკარგება აი ეს სახლი მეორე ეს სახლი არის ყოფილი სკოლა ეს ჩვენი წინაპრების სახლი იყო ადრე. პაპა ჩემი ძმის სახლი იყო. და აჩუქა სოფელს როგორც სკოლა. წავიდა თბილისში ცხოვრობდა და ეს პაპა ჩემი იყო, პაპის ძმა იყო ვაჟა-ფშაველას თანამედროვე. ვაჟა-ფშაველას თან ურთიერთობა ჰქონდა. მე როგორც ვიცი ჟინვალის მადრასში მუშაობდა იმ დროს. ეს კაცი და 60-იან წლებში რადიოში იყო მისი მოგონება ვაჟა-ფშაველაზე როგორ ჩამოდიოდა ჟინვალში და ურთიერთობა ჰქონდა ვაჟასთან. ძალიან ქველმოქმედი კაცი იყო ეს კაცი. აი თები რო გამოხვალა. ეს არის სამყარო. ჩვენი წინაპრები აი მაღლა მთაზე ადიოდნენ სალოცავად. არაფერი არ მაქვს, მაგრამ ეს სიმდიდრე მარტო ეკონომიური სიმდიდრე არა. სიმდიდრე სწორა იმეა ჩემთვის. ეს ასული და მადლობა უფალს რომ ეს ცოტა სიმდიდრე ეს ლექსია პოეზია ეს ჩემთვის დიდი არის.
და იმით ცხოვრობ, იმით ცოტლობ, მიცავსებო. რა ისათქმელი მაქვს, იმას ვეუბნები ჩემს თავსაც გადმომაქეს რა ის ყველაფერი, ცარიელდები და მე ისე ვივსები და აი ესე ვცხოვრობ. თერბო რა გამღერებს, რა გაქვს სასიმღერო, ზოგჯერ რა გატირებს, რა გაქვს სატირალი. თერბმა კი მიპასუხა, იცი რა მომღერებს, ჩემი საქართველო, იცი რა მატირებს, მისი სადგივარი. ფილოლოგიურზე ჩაობარი და მე გავითანი პოეტები, იმ გარემოს გავეცანი და დავიწყე წერა. მარტო აქ რო დავჩენილიყავი, შეიძლება ესეთ ლექსები ერთ მეწერა. შეიძლება აი ხალხურ კილოზე და შეიძლება საერთოდ გამენებებინა თავი. ქალბატონმა ნატო ციციშვილმა ყველაფერი გააკეთა, მე რო თბილისში დავჩენილიყავ, სწავლა გამეგრძელებინა. მაშინ ასეთ რაღაც ეწერა, რომ ვაჟაფშაველასთან რაღაც მსგავსება ჩემი ლექსებისა და ვაჟაფშაველის ძალიან ჩემთვის სასიხარულოდ არის, მაგრამ ვაჟაფშაველა იმხელა დიდი არის, რომ ვინმე შეგატარას მაგრამ მაინც რაღაც თუ ახლო არის ჩემთან და მე ვარ ახლო იმასთან. ეს არის აი ეს ხალხური პოეზია და ვაჟაფშაველას შემოქმედება და დღევანდელ პოეზიაში ძალიან კვარტარია ხალხელაური. თითქოს ჩვენ ერთი ნიადაგიდან ვართ. აი ნიადაგში რაიც არის, ჩვენ გვგრძნობთ იმასაც თის მადლი აქვს. სათქმელი სიტყვა უფალმა მანდო, მინდოდა მეთქვა სიტყვაზეც მეტი. ჩემი სიცოცხლით რასაც ვერ ვამბობ, აი იმას ჩემი სიკვდილით გეტყვი. სული უფალთან დაფრენს ჩიტივით, სხეულს მიწიერს მიწაღებულობს. ჩემს სამარესთან მეტყვის სიკვდილი, შენ გაიმარჯვე და მარცხებული. ეს ყველაფერი ქართული მიყვარს, სულსაც ქართული სიტყვა მოსავდა, რომ დამარხავენ მშობლიურ მიწას, ტანზე მოვერგებ ქართულ ჩოხადა.